თქვენ რაც აღწერეთ, ეს ქონება ჩაუვარდა ხელში TBC ბანკს და მე როგორ მოხდა კეზერაშვილის ხელში? ეს არ ჩაუვარდა, ალბათ ეს მოხდა წინასწარ განზრახულად. მე გითხარით რომ 2008 წლის ომამდე სურვილი ქონდა კეზერაშვილს ჩემი კომპანიაში ამ ქმედებების განხორციელებისა. რასაც აკეთებდა ის საქვეყნოთა ცნობილი ამ ბიზნესთან იყო დაკავშირებული. ხო, ესე იგი დაკვეთა იყო სპეციალური კეზერაშვილისა TBC ბანკის მესვეურების მიმართ. დაში ჩარეული იყო ადეიშვილიდან დაწყებული სულ ყველა აბსოლუტურად, იმიტომ რომ იმ ქმედებებს, რომლებიც მაშინ განხორციელდა ჩემი და ჩემი ოჯახის ქონებების წინააღმდეგ, მარტო კეზერაშვილი და მარტო ხაზარაძე ვერ მოაგვარებდნენ. აი კონკრეტულად ავტოგასამართის სადგურები, რომელსაც ედო ყადაღა, 1 საათში მოიხსნა ყადაღა, წარმოიდგინეთ კაცო, აღსრულებაა ხომ? ყადაღა მოიხსნა, გადაფორნა და ისევ დაედო ყადაღა. გამოძიებას აქვს ეს საბუთები ყველაფერი ბატონ ნადარეიშვილს. ეს ყველაფერი მე ეხლა არ ვამბობ. ცნობილია პირველი დღიდან, რაც მე საპატიმროდან გამოვედი. ხო და ახლა ინტერესი რა მოხდა? მოხდა ის რომ მთელი სახელისუფლებო ბერკეტი იყო გარეული ამ სქემაში, რომ ეს ქონებები უნდა გადასულიყო კეზერაშვილის საკუთრებაში. ყველა მიცოდა რომ მე ამას ნებით არ გავაკეთებდი. არ გავაკეთებდი. და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. რომ იზოლაცია გამიკეთეს, ის კომპანია, რომელშიც გადავიდა ჩემი ქონებები, ნავთო პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია, იმან ეს ქონებები კეზერაშვილის სან-პეტროლუმ ჯორჯიაზე წელიწად ნახევრის შემდეგ გადაყიდა ვითომ $13 მილიონ. $13 მილიონ და მიზეზი მე რომ გამოვედი ციხიდან და გავიგე რომ ამ კომპანიასაც $5 მილიონი დარჩა TBC ბანკის და ნაღებული ბატონ გიორგი ასლანიკაშვილს, იყო ის რომ ის კომპანიას გააკოტრეს. იმასაც $5 მილიონი ვალი დაუტოვეს და კეზერაშვილს ლანგარზე დადებული მიართვეს, აჩუქეს ეს ქონებები. ეს ჩანს კი არა, მკითხავი არა ვარ მე და არავისთან არც ყოფილ ვარ ჩემ ცხოვრებაში. ეს არის რეალურად დოკუმენტებით დადგენილი, დადასტურებული რომ ეს ასე იყო. ერთი დაკითხვა რა გახდა გიორგი ასლანიკაშვილის, რომელიც დღესაც ტყავს აძრობს ხალხს, რომ რა მოხდა, რატომ მოხდა, შენ რა ინტერესი გქონდა, რისთვის აკეთებდი ამას, ან გაკოტრდა მაგნატი, ამ NSK-ს რომ $5 მილიონი ვალი დარჩა, კაცო, წელიწად ნახევრის განმავლობაში ეს $5 მილიონი რა უყავ? არაფერს არ იგებდა და გამართლება რომ ჩვენ ეს გამართლება ქონდათ, მე რომ გამოვედი და ვსაუბრობდი მაგათთან, რომ წელიწად ნახევრის განმავლობაში ქონდა ისეთი ზეწოლა ხელისუფლებისაგან, ისინი წამობენ ხაზარაძის მესვეურები ჩემ ახალ კომპანიაში, რომ ჩვენ ვერ შევძელით ბიზნესის გაგრძელება, გამოგვიჩნდა ღმერთი კეზერაშვილი და მივყიდეთ იმას. გასაგებია.